მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზე გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. დღეს ჩვენ გადაცემას შევეცდებით გავარკვიოთ რა ხდება ოპოზიციურ ალიანსში, იცით რომ იქ პერმანენტულად სულ დაძაბულობა არის. ეხლა გაჩნდა მოსაზრებები და ინფორმაცია, რომ არა მხოლოდ ზოგადად ალიანსში, არამედ ალიანსში არსებულ კოალიციას ცვლილებისთვის იქაც შეიძლება იყოს რაღაც 100 სხვადასხვა შიგნით. სწორედ კოალიციას ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი ნინო კვიტაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჯერ მოდი გითხარით თქვენი ვერსია რა ხდება თქვენთან. სააკაშვილსა და მელიას შორის დაძაბულობა. მე ამას დაემატა ნიკა გვარამიასა და ხო ნაციონალურ მოძრაობას შორის დაძაბულობა. გუშინ რაღაც ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის. მე გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება საერთოდ არათუ კოალიცია და ალიანსი, არამედ თქვენი პარტია ახალიც გაიყოს და ნიკა მელია და ნიკა გვარამია დაშორდნენ ერთმანეთს, ასე ვთქვათ. მოკლედ გითხარით რა ხდება. მადლობა მოწვევისთვის და რა თქმა უნდა მივესალმები ტელემაყურებელს და ახლა გავიგე რომ რადიო მსმენელიც ამავდროულად კი ბატონო თურმე გვისმენს რა ძალიან მნიშვნელოვანია. იცით ვიდრე აი ამ კონკრეტულ ვიწრო თემაზე გადავალთ, მინდა ტელემაყურებელს, რადიო მსმენელს და ყველას, ვინც ამ საკითხებით არის დაინტერესებული, შევახსენო ერთი გარემოება. ხვალ არის 11 ივნისი და ნაცვლად 25 ივნისისა, როდესაც ჩანიშნული იყო იმ გაუგებარ რაღაც ღალატისა და საბოტაჟის თუ რაღაცა გვირაბის გათხრის თემაზე სასამართლო პროცესი, ხვალ ყველა პოლიტიკური ლიდერი ერთად სამართლდება აი ამ უკანონო სასამართლოში და ალბათ ეს დიდ სურათში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე კონკრეტული წინააღმდეგობები, თუნდაც არასასიამოვნო და გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რა თარიღს დაამთხვია ქართულმა ოცნებამ ეს კონკრეტული სასამართლო, როცა ევროპას ამ სახით ფაქტობრივად აძლევს მესიჯს იმის შესახებ, თუ როგორ ექცევა იგი პოლიტიკურ ლიდერებს და იმ სასამართლო დარბაზში, სადაც სხვათა შორის ჟურნალისტებიც არ დაიშვებიან, მოგეხსენებათ, რომ ხა ეს დიქტატურის ერთ-ერთი გამომდინებაა, ხო, როდესაც თქვენც გიკრძალავენ, პირდაპირ გამჭვირვალედ მიაწოდოთ ინფორმაცია მაყურებელს ამ დახურულ პროცესზე ერთად სამართლდება რამდენიმე პოლიტიკური ლიდერი, რომელთაგან ბევრი მათგანი დღესაც საპატიმრო დაწესებულებაშია. ხო, სამართლდება, რომ შევახსენოთ მაყურებლებს და რადიო მსმენელებს საბოტაჟის საქმეზე, ანუ თითქოს ისინი რაღაც საზღვარგარეთ ითხოვდნენ ქართულ ოცნების დასანქცირებას და ეს არის ეს ყოფილა თურმე საბოტაჟი ქვეყნის წინაშე. თან თითოეულ მათგანის თვით იმ ბრალში რაც წერია, იქაც კი ძალიან ბევრი განსხვავებაა და სრული აურზაურია, მაგრამ ეს კოლექტიური პროცესი ხო საჩვენებელი მაგალითია, ანუ ადამიანების საქმეები ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველა რა თქმა უნდა შეთითხნილია, მაგრამ ეს კოლექტიურად მთელი პოლიტიკური ლიდერშიპის ამ შემთხვევაში მიუხედავად პარტიული კუთვნილობისა სასამართლო პროცესი პირდაპირ მიგვანიშნებს, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება, რა პირობებში უწევთ ამ პოლიტიკურ ლიდერებს საქმიანობა და პლუს როცა ისინი ზოგი მათგან არის პოლიტპატიმარი, ზოგი მოლოდინის რეჟიმში, ამიტომ რომ მუდმივად გვაქვს განცდა იმის, რომ ხვალ შესაძლოა ახალი საქმე შეითითხნოს და განსაკუთრებით ვისარგებლებ ამ შემთხვევით თუ აქვს შესაძლებლობა ელენე ხოშტარიას მას მოვიკითხავ განსაკუთრებული სიყვარულით. კი ბატონო, ნუ ელენეს რაღაც საოცარი ბრალიძის, ხო? ციხეში ეს არის კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთება. და ამდენი ხანია ზის ციხეში, ხო? და კიდე 6 თვე დარჩა. გარეთ მყოფს, როცა ასეთი ბრალით ადამიანი სასჯელს იხდის, რომ აი შენ ხარ თავისუფლებაზე და აი ამ თავისუფლებაზე მყოფი, თუნდაც ახლა რაზეც უნდა ვისაუბროთ, ნიკა მელიასა და ანუ ორი პოლიტპატიმრის ამ რაღაც გაბაასება, Facebook გაბაასების ნაწილში, რომ უნდა შევიდეთ, როცა ორივე არის, ხილული პოლიტპატიმარი, რომელთა მიმართ რეჟიმმა, არაერთი დაუნდობელი მექანიზმი გამოიყენა. აი მაგალითად ბოლოს ხა რაც გამახსენდა მელიას დაკავება, საერთოდ გახსოვთ ალბათ გატაცების ფორმით იყო და მაშინ როდესაც ის ერთ-ერთ ეთერში მიდიოდა, ხო? ანუ მე რომ ახლა გზაში თქვენთან ვიყავი და ჩემი მიმართ უცებ გატაცე, ანუ
რეალურად რა გარემოებაში დააპატიმრეს ეს ადამიანი, ეს ცალკე ამბავია, ხო? და აი ამ ფონზე, როდესაც ორი პოლიტპატიმრის და კარგად მინდა რომ ახსნა ვინ არიან ეს პოლიტპატიმრები. ანუ ჩემთვის, როგორც მოქალაქე ნინო კვიტაიშვილისთვის და აი კუთვნილება პარტიული, რომ აი 2 წუთით გვერდით გადავდოთ. ერთი მხრივ უნდა ვისაუბრო მიხეილ სააკაშვილზე, რომელმაც ნუ ძალიან კარგად ვიცით ვარდების რევოლუციით რა განახორციელა, როგორ შეიქმნა სახელმწიფო, როგორ გაჩნდა ეს ჩვენი რაღაცა იდენტობის სახელმწიფო იდენტობაზე საუბრობ, მნიშვნელოვანი ნიშნები, ამავდროულად როგორ წავიდა ეს ტალღა, ნუ მე განათლების სფეროში ვარ, მოგეხსენებათ ხა არაერთი წელია და ზუსტად მახსოვს ეს რეფორმის სიმძიმეც, ასე ვთქვათ, მისი სარგებელიც, შემდგომში უკვე ანუ ამავდროულად საუბრობ მიხეილ სააკაშვილზე როგორც სახელმწიფო შემქმნელსა და პოლიტპატიმარზე და მეორე მხრივ უნდა ვისაუბროთ ნიკა მელიაზე, რომელიც სწორედ მოგეხსენებათ მეც ვიყავი ნაცმოძრაობის წევრი და ჯერ კიდევ იმ პირველი არჩევნების დროს, მეორე არჩევნების დროს მე მუდმივად ნიკას გუნდის წევრად მოვიაზრებოდი იქ ნაციონალურ მოძრაობაში. მაგრამ მე წამოხვედით ნაციონალურ მოძრაობიდან, ხო? დიახ, ჩვენ დავტოვეთ და სრულად ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, იმიტომ რომ იმ ეტაპზე ეს იყო წარმოუდგენელი უსამართლობა, რაც განხორციელდა მაშინ პარტიაში. რა კონკრეტულად? ის რომ ნუ ეხლა ეს ხო ძალიან გრძელი ისტორიაა და მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ითქვა კიდეც ამის შესახებ. ის თუ როგორ ჩაინიშნა ეს არჩევნები, როგორ ჩაინიშნა, რა ფორმით ჩაინიშნა, მოგეხსენებათ, მეც კი პოლიცსაბჭოს წევრმა ტელევიზიით გავიგე. თავმჯდომარის არჩევნები, რა ფორმით ჩაინიშნა, შემდეგ როგორ მიმდინარეობდა, შემდეგ როგორ დაგვატოვებინეს პოლიტიკური საბჭო, ისე რომ საერთოდ არ ვიყავით მიწვეული იმ ყრილობაზე. ანუ ეს ხო ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, რომელიც მეტყველებს რომ ეს არ იყო ჯანსაღი პროცესები და პირდაპირ მიგვანიშნებდა რომ ჩვენი ვერ დავრჩებოდით. იცით რა არის ამაზე ვიდრე თავად მიხეილ სააკაშვილი არის საუბრებს, იცით თქვენ ბრძანეთ იმის შესახებ რომ აი არსებობს ინფორმაცია, არსებობს რაღაცა სხვა ანუ ჭორის დონეზე ამბები ხო? ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის მე ყოველთვის ვეყრდნობი ფაქტებს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტების შეჯერებით საუბარი და არა ის რომ ვიღაც ყურში მოდის რაღაცას გეჩურჩულება თუნდაც იმიტომ რომ ამ ადამიანის მიმართ განდაწყოს ჩურდობა ალბათ ხმას ამოიღებდა მაინც ანუ ამოიღებდა და გააპროტესტებდა მაინც ხო მის პარტიაში უსამართლობას მესმის რასაც ბრძანეთ აბსოლუტურად მეც ეს განცდა მქონდა განცდის დონეზე მაგრამ ამ კითხვაზე პასუხები ესე პირდაპირ ობიექტური ფაქტის სახით არ მიგვიღია ამიტომ ისევ ნუ შევალთ ამ ვიწრო მსჯელობაში და ყურმოკრულ ამბებში უკეთესი იქნება ხო არ უფრო ლოგიკურ მსჯელობაში შესაძლოა მაგრამ ამ ფონზე როცა ამბობთ რომ ასე რთული ვითარება მით უმეტეს რატო გახდა საჭიროთ ეს ეპისტოლარული დაპირისპირება თუნდაც სააკაშვილს და მელიას შორის ხო და მელია მერე საკმაოდ ისეთი მწვავე პასუხები გასცა იქ რაღაც ბრალდებები წაუყენა ოცნებასთან თანამშრომლობა დააბრალა ფაქტობრივად ვიღაც როგორც თქვა ერთი კაცის მეშვეობით და ამ ერთ კაცს დაასახელებს არ ვიცი დაასახელებს თუ არა საბოლოო ჯამში და ნუ ხა რა ეტაპზეა ეს მელია პირდებოდა რომ კიდე რაღაცებს დაწერდა და აპირებს ისევ ამას თუ მორჩა ეს ასე ვთქვათ ეთით რა რაღაც აი ამ რაც თქვენ ბრძანეთ რომ აი ლოგიკას რომ დაუქვემდებაროთ ხო მსჯელობა მე არ რჩება განცდა რომ ეს გაგრძელდება ანუ ამ ეტაპისთვის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვამბობ და ამავდროულად რატომ დაიწყო ეს პროცესიო ვამბობ და მე ხაზგასმით აღვნიშნე რომ ორივე არის პოლიტიკური პატიმარი. მე მიმუშავია სასჯელახსრულების დაწესებულებებში და მე მინახავს როგორ შემოდის იქ ინფორმაცია და როგორ არ არის ამ ფილტრის შესაძლებლობა და ძალიან ბევრი რამე ემოციურ კვალს ტოვებს ისე რომ აი გარეთ ყოფისთვის ეს არ იქნებოდა ისეთ ემოციური განსაცდელი. ამიტომ ნუ ახლა მოგეხსენოთ თქვენ სწორად აღნიშნეთ რომ ჯერ დაიწყო ერთი წერილი და შემდგომ იყო უკვე ასე ვთქვათ მელიას პასუხი რომლის ტექსტიც სრული უფლება გვაქვს რომ განსაჯოთ ვის მოგწონს რომ ვის არ მოგწონს ან მოვითხოვოთ დაუშვათ გარკვეული ფაქტები ამის უფლება რა თქმა უნდა აქვს მოქალაქეებს რომლებსაც აინტერესებთ ეს პროცესები მაგრამ სიმართლე გითხრათ რასაც მე ვხედავ აი მიუხედავად იმისა ჩვენი აზრები იყოფა თუ არა ამ შემთხვევაში მელიასი და დაუშვათ მიხეილ სააკაშვილის მე და თქვენ
ერთი ფრონტის ხაზზე წინარე პერიოდში არ ვიმყოფობდით, მაგრამ დღეს მე და თქვენ გავართ აქციაზე გვერდი-გვერდ, ხშირად გვინახავს ერთმანეთი, ხო? ანუ აქ რა არის მნიშვნელოვანი? ამ ისრების შეკოწიწებული ისრების, რაც ამ შემთხვევაში ალიანსში აისახა, გათითო კაცება თუ ისევ ერთი ისრის სკოლის შენარჩუნება. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გააზრება შესაძლოა ისევ განმეორდება პოლიტპატიმრისთვის კიდე სხვა გაზომილებაშია და მე ვფიქრობ, რომ ეს მათ უკვე გაიაზრეს და აი ამიტომ ვამბობ, რომ რა ინფორმაციასაც ვფლობ, ასეთი რაღაცა შეპირისპირებითი დიალოგი მათ შორის მით უფრო აი ესე Facebook ველზე, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს, ხო, მე აღარ მაქვს ამის მოლოდინი, რომ ეს ამ სახით გაგრძელდება. ხო, ნუ შეიძლება ეს დასრულდა, თქვა, სააკაშვილის და მელიას შორის დაპირისპირება, მაგრამ განახლდა მერე ახალი ძალით ალიანსის სხვა წევრებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ხო, მე ვახსენე გუშინ გვარამიას გამოსვლა, ანი წითლის გამოსვლა, ნაციონალურ მოძრაობასთან წავიდა დაპირისპირება ზოგადად. საერთოდ თამარ ჩერგოლიშვილი რაღაც ისეთ მინიშნები გააკეთა, რომ თითქოს ნაციონალურ მოძრაობა აღარ არის ალიანსის წევრი. გუშინ იგა გვარამია საუბრობდა, რომ არც არიან ჩართულები ისინი რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაში, მაგალითად აქციის 26 მაისის ორგანიზებაში არ იღებდნენ მონაწილეობას, მარტო სცენაზე მოითხოვეს გამოსვლა. აი აქ რა ხდება პარტიასთან დაკავშირებით? მე ხშირად ვესწრები ხოლმე ალიანსის შეხვედრებს და სიმართლე გითხრათ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე იქ ხვდებოდი ერთი ნაციონალური მოძრაობის რიგ წარმომადგენლებს, მაგრამ სადღაც ალბათ ესე თვენახევარია, ისინი ასე აქტიურ ჩართულობაში ნამდვილად არ მინახავს, ანუ შეხვედრებს გულისხმობ და კონკრეტულად 26 მაისის საორგანიზაციო საკითხებს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, აქცია არ არის მარტივი დასაორგანიზებლად და ეს გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად სხვა ტიპის პასუხისმგებლობებსაც გულისხმობს, ხომ? იგივე მაგალითად როგორი იქნება ამის შემდგომი რეაქცია რეჟიმის მხრიდან მონაწილეთა მიმართ. ანუ ამ ყველაფერზე ერთი მხრივ ალიანსმა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მეორე მხრივ მართლა წარმატებულად განახორციელა ეს აქცია, ხომ? და შესაძლოა გარკვეული სიურპრიზებიც კი ნახა საზოგადოებამ და თავად ამ ასე ვთქვათ, არ შემდგარმა ხელისუფლებამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და ფაქტი ერთი არის, ნახეთ, როდესაც ეს ქართული ოცნება მუდმივად აპელირებს, ანუ გამოდიან და ყოველდღიურ ბრიფინგს უძღვნიან ან ალიანსის რაიმე კონკრეტულ აქტივობას და ეხა ბოლო მაგალითად იყო, როდესაც საგარეო თემაზე ისაუბრეს, ხო, გიგიწერეთმა გიგაბოკერიამ და ზურა ჯაფარიძემ და ამასთან დაკავშირებით კიდე ცალკე რაღაც განცხადება გაავრცელეს, ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ალიანსის არსებობა რეალურად მათ ყელზე ადგათ. სწორედ იმიტომ, რომ თუ რამის მიღწევა ამ ქვეყანაში შეიძლება და ნუ ამ ქვეყანაში საბედნიეროდ საკუთარი ქვეყნის ისტორია ბევრმა ვიცით, სწორედ ერთობს ქართულ ოცნებას. ამიტომ რეაგირებს ის მუდმივად ალიანსის მისამართით. მაგრამ რა ვსაუბრობ ახლა ნაციონალურ მოძრაობა რჩება ალიანსში თუ არ რჩება? ნახეთ როგორი ის არის დე ფაქტო, ანუ მოდით ასე ვთქვათ, უფრო სწორად იურიდიულად როგორც ხელის მომწერი, როგორც ალიანსის წევრი, ის რა თქმა უნდა არის ალიანსის წევრი და არავინ მე ყოველ შემთხვევაში არ მომისმენია მსჯელობა რაიმე გარიცხვის მექანიზმზე და ამ პრობლემის ამ გზით მოგვარების საკითხზე და ნუ ფაქტია რომ ამ ეტაპზე ისინი არ არიან ჩართულნი, მაგრამ აი ნახოთ ხა დაანონსდა კიდევ რაღაც გარკვეული განახლებები, ეს უკვე სხვა პარტია, ეს არ არის ჩემი პარტია, რომ მე რაღაც შიდა ინფორმაციას ვფლობდე. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება თქვენს მერე ჩვენი სტუმარი და ამ თემაზე მას ვკითხავთ, ხო? მიშამ დაანონსა რაღაც კიდევ განახლება პარტიაში და მე როგორც ოპტიმისტი ვიტყვი, რომ მე ვფიქრობ, ყველა გონიერ, პრაგმატულ და ამავდროულად პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას დღეს უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება და უბრალოდ ზუსტად უნდა იცოდეს მან რა მნიშვნელოვანია ერთობა რეჟიმის წინააღმდეგ და სხვათა შორის ქართულმა ოცნებამ თუ ესე ცოტა თვითყვით იუმორში ხელი შეუწყო ამ ერთობის ჩამოყალიბებას თუნდაც იმ სასამართლო პროცესით რომელზეც თავში ვთქვი ხო ხვალ რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი ერთად სამართლდება ამ პოლიტიკური ლიდერების გარკვეულ კონსოლიდაციას და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციას ამან ბიძგიც მისცა და ჩვენ ახლა ზუსტად გააზრებული უკვე ალიანსის მნიშვნელობა და ერთმანეთის მნიშვნელობა ამ ალიანსში რაც შეეხება თავად
ნიკას დამოკიდებულებას, მას რაც ჰქონდა მგონი ხანგრძლივი ეთერი იყო საკმაოდ და მან გამოხატა და პირადად მე რა შემიძლია დავამატო გულის წყვეტაა, როდესაც ყველა აქტორი არ არის თანაბარი. პარტია ახალში ნიკა მელიას ასე ვთქვათ კვოტით ხართ თუ ნიკა გვარამიას? ხო, ამ შემთხვევაში მე ნიკა გვარამიას გუნდის წევრი ვარ, არა იმიტომ რომ არ ვიქნებოდი პირობითად ნიკა მელიას გუნდის წევრი, ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს, ხანგრძლივი ჩვენს მეგობრობას, ჩემი და ნიკას მეგობრობას და როცა მე მითხრეს რომ პირადად მითხრეს ამის შესახებაც, ბევრი ვისაუბრია რომ უნდა დამეტოვებინა პარტია, პირდაპირ იქვე იმავე ასე ვთქვათ, პოსტში, რითაც საზოგადოებას ეს ვამწყი, იქვე ვთქვი, რომ ნიკა გვარამიას გუნდს უერთდებოდი. ხო, გასაგებია და ეხლა შეგიძლიათ გითხრათ რა ხდება გვარამიასა და მელიას შორის უშუალოდ. ნახეთ, ეს იყო ორი გუნდის შერწყმა, რაც ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა საბოლოო შედეგის თვალსაზრისით და ჩვენ ზოგადად ახალში არ აქვს მნიშვნელობა ეს მელიას გუნდს ეხება თუ გვარამიას გუნდს ვართ რეალურად არ ვართ იზოლაციონისტები ჩვენ ვართ უფრო გაფართოებისტები თუ შეიძლება ასე ვთქვათ და ეს რას ნიშნავს ნიშნავს იმას რომ ჩვენ მაგალითად მოტივირებული ვიყავით საარჩევნო სუბიექტის სახით ქონოდა ის რაც ქონდა ხო ამ შემთხვევაში ეს ჩვენი ერთობა რომელთაც წავდექით არჩევნებზე შემდგომში უკვე ძალიან დიდი წვლილია ჩვენი ახალი წვლილი და რა თქმა უნდა გირჩის დროს და ყველა იმ პარტიის რომელიც არიან ალიანსში ჩართული რომ შემდგარიყო ეს ალიანსი და ეს არ არის მარტივი ასევე აი გუნდების შემთხვევაშიც ნახეთ ერთადერთი გუნდია რომელიც ხილული ამ ქვეყანაში როცა ყველა არის ერთ აზრზე აი ერთ ყალიბში ჩამოსხმოს რომ გავს ეს არის ქართული ოცნება ხო ეს ხომ ფაქტია მარტო ის რომ ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე იდგა და 27 ჯერ გამოიყენა ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა ბრუნვაში ჩასული მიგვანიშნებს იმაზე რომ სწორედ ესეთი ამას თუ ისინი მონოლითურობას ეძახიან არ ვიცი მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს რომ ეს არის დიქტატურა სწორედ ეს არის როცა ერთ აზრზეა ჩამოკიდებული და რაც შეეხება ჩვენს გუნდებს აი მარტი უბრალოდ ახლა გამახსენდა ნახეთ ჩვენ როცა ჯერ კიდევ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობდით ერთმანეთს ხოცავდით იდეების თემაზე ანუ პირდაპირ წამოხტომით ცხარე-კამათით სიჯიუტით მაგრამ მე მაქვს ასეთი რამ ნასწავლი და ეფექტურია დამერწმუნეთ როდესაც რაღაცა პრობლემები იქნება ამ პრობლემების გარდაქმნა მაშინ ხარ ცოტა გონიერი თუ შეძლებ ახალ შესაძლებლობად და გამოცდილებად ანუ ყველაფერი ის რაზეც დღეს პრობლემა შეიძლება აი იმან ამაზე ეს თქვა ის თქვა ეს ახალი გამოცდილება და გეუბნები მომავალში როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ერთად გვაქვს რეჟიმი დასამარცხებელი და მაგალითად ის რაც მოხდა სომხეთში და რისიც ახლა გულწრფელად თქვათ მე მშურს ხო და მეგობართან საუბრობდი და ეს იმას გავსო ხა მგონია რომ სომხეთის არარატმა მოუგო თბილისის დინამოსო ხო განცდა ანუ ესეთი გააკეთა საბჭოთა წარსული გაიხსენა რომ აი გულის წყვეტა და აი რო გინდა რომ გაასწრო როგორც სპორტში გინდა ყველა საჯობო ხო ანუ რეალურად ამ რაღაცა ფართო სურათში ვხედავთ სომხეთის ვითარებას ვხედავთ ევროპელი მეგობრების ჩვენდამი დამოკიდებულებას ვხედავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა პროცესები დაიძრა და მათ რაც უნდა დაინახონ აი ამ კეთილმოსურნე მეგობრებმა ეს არის ჩვენი ძლიერება ჩვენი ერთობით და ჩვენ გვყავს ერთად რეჟიმი დასამარცხებელი და თუ გვინდა რომ მხარდამჭერები მეგობრები გვყავდეს ბუნებრივია რომ ეს პროცესი უნდა მივმართოთ ანუ მთელი ჩვენი ბრაზი ადრესირება უნდა მოვახდინოთ რეჟიმისკენ რა თქვენი პარტიაც გაიყოს მელიას და გვარამიას ნახეთ ახლა რაღაცა ბევრი მითქმა მეც ვკითხულობ ახლა ბუნებრივია ამას და იმიტომ საუბრობ რომ ძალიან ბევრი ეს ჭორი თვით პროპაგანდის მიერ ვრცელდება ხო არ უნდა წამოვეგოთ ასეთ ანკესებს ხო ახლა პროპაგანდას ბევრ საკვებს აძლევთ ახლა ერთმანეთის კი ჩვენც შესაძლოა მივეცით და შევცოდეთ მაგრამ მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ ისეთი ჭორის და ისეთი ნახევრად სიმართლის ხელშეწყობით აგორება ტალღის რომ დარჩეს ადამიანს რომელიც არ არის ასე უშუალოდ ყოველდღიურ პროცესში ჩართული რომ აი ახლა ესენი იყოფიან მე დღეს არსებული ინფორმაციით არც ეს განცდა მაქვს და არც ასეთი ინფორმაცია მაქვს რომ ჩვენ აი ახლა რაღაც უნდა გავიყოთ ხო ნუ ნახოთ მაგრამ საბოლოო ჯამში ალიანსი ყიფეა დღეს თუ არ არის ყიფე ვიცით რა არის მოდით ისევ ფაქტებს დავუბრუნდეთ ხო ალიანს გუშინ იყო ბრიფინგი საერთო
თუ გუშინ წინ აი ის რაზეც თქვი საგარეო ცოტა უკაცრავად დღეები ამერია ან გუშინ იყო ან გუშინ წინ იყო ხო ანუ ეს რას ნიშნავს ამ ბრიფინგებს წინ უძღვის ყოველთვის შეხვედრები თემის განხილვა შემდგომ უკვე თემატური ჯგუფის მიერ თემაზე ერთად მუშაობა აბა როგორ გითხრათ ახლა მუშაობს ეს ხალხი ერთად ხო მაგრამ თქვათ შეიძლება აღმოჩნდეს ხოლო ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ალიანსის წევრი ხო ეს ხო რეალობაა იცით რა ეს თუ თავად თუ არის ფორმალურად მე არ ვიცი თუ ასეთ განწყობილებას თავად ნაციონალური მოძრაობა მიიღებს ну ძალიან ცუდი იქნება ეს არაპრაგმატულიც და არაგონივრულიც გარიცხვაზე როგორც მოგეხსენებათ ესეც იყოს რომ თუ ერთი პარტიას აქვს რაღაც სულ მუდმივად პრობლემები იყოს ის ცალკე და არა რა თქმა უნდა პარტია რომელიც რაღაც თავის გზას ირჩევს ეს გასაგებია მაგრამ გამორჩეული და ის ლიდერი როგორც ჩანს ვერ ეტევა ამ ალიანსის ჩარჩოებში განვასხვაოთ ერთობიდან გასვლა და ცალკე რაღაც ბრძოლა, ხო? თუ ერთობიდან პირდაპირ მნიშვნელობით გადის, რაც ახლა ნუ არ არის იმ სახით ჩართული, როგორც უნდა იყოს ჩართული, მაგრამ ღია განაცხადი თუ იქნება, რომ ალიანს ტოვებს, მოდით ამაზე შემდგომ მათი არგუმენტები მოვისმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ხო, კი ბატონო, როგორც იცით, მეორე ნაწილში იქნება ნაციონალიზმის წარმომადგენელი და ვისაუბროთ მასთან თქვენთან ეს მინდა რომ შევაჯამოთ ეს საუბარი. ამ ეტაპზე თქვენი აზრით ოპოზიცია, იგივე ალიანს რამდენად შეუძლია რაღაც ძლიერი ალტერნატივად იქცეს. დღეს ეს ვერ შედგა ჯერჯერობით. მომავალში ამის პერსპექტივა რეალური აქვს ალიანს, რომ გახდეს ხელისუფლების ალტერნატივა, იმიტომ რომ დღეს ერთადერთი რაც აკლია პროცესს არის ეს, რომ არ არსებობს ალტერნატივა და ხალხი სწორედ ამას კითხულობს ხოლმე, რომ აი ოცნებას თუ გაუშვებთ, ვინ მოდის მის მაგივრად. ხო და ალიანსის ასე ვთქვათ, პერსპექტივას როგორ ხედავთ? შეუძლია მას გასწიოს, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავს. მცირე შესწორება შევიტანდი, ოცნებას თუ არა, ოცნებას რომ გავუშვებთ, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილი კოალიციური სახით, ანუ მრავალპარტიული სახით და დიახ ხელისუფლება უნდა მართოს აი ამ კოალიციურმა პრინციპმა და არა კონკრეტულად ერთ პირზე ჩამოკიდებულმა პარტიამ. ამიტომ ჩვენ შორის ახლაც ალბათ ხვალზე კიდევ შეიძლება სხვა საკითხებზე იყოს კამათი, ოღონდ ეს უნდა იყოს ჯანსაღ ასე ვთქვათ, საკითხებზე ჯანსაღ გარემოებებში და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ სწორედ ეს ალტერნატივა დავანახოთ გარეთ მტერს და შეგნით მოყვარეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, აი სულ აღნიშნავთ ხოლმე, გარეთ სანქციები, იმისთვის, გარედან სანქციები, უბრალოდ იმისთვის, რომ რეჟიმს მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას, მაგრამ შიდა დისკომფორტი გეთანხმებით, სწორედ ჩვენ უნდა შევქმნათ და მე ვფიქრობ, რომ ამ როლის და ამ ტვირთისაღებას ალიანსი შეძლებს. როდის? რა დრო დაჭირდება ამისთვის ალიანსი? იცით რა არის დედლაინებად რაღაც საკითხების ქცევა, როდესაც ყოველდღიურად იცვლება, ანუ ძალიან ცვლადია ხო ინფორმაცია, აი მაგალითად ვიდრე თქვენთან მოვიდოდი დღეს, უბრალოდ როცა ინფორმაციას ვეცნობოდი, კიდევ ერთხელ მაგალითად დავინახე ის ირაკლი კობახიძემ როგორ უწოდა მთავარი სუპერ მშვიდობიანი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთს, ანუ თავარი ის ყოფილა მშვიდობის ნაწილში და ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის არის მტრად აღქმული, ხო? ისევე როგორც ევროპა, ევროკავშირი, სადაც საერთოდ არ ვიცით ომი, ანუ უბრალოდ ვიცით რომ ომიც კი არ ყოფილა, ხო? ეხლა რაც შეეხება იმაზე არ მინდა, იმის საუბარი არ მინდა რომ ჩინეთთან არ ვემხრობი სავაჭრო ეკონომიკა, ანუ ამ კავშირებს რა თქმა უნდა, ეხლა ასეთ სახელმწიფოსთან ემხრობი, მაგრამ აქ ხო საკვანძო სიტყვა არის სტრატეგიული და მშვიდობის ყოფილი სუპერ სახელმწიფო. ისინი ასე შესაძლოა ირანსაც უყურებდნენ და ეს მისაღებია ქართველისთვის. ჩვენ ხო არ ვიცით ქართველისთვის. ჩვენ ხო არ ვიცით ხვალ კიდევ რა მოვლენები, ანუ ისეთი ტემპით ვითარდება და რეჟიმი ისეთი სახით ავლენს უკვე თავის აშკარა, ასე ვთქვათ, დასავლურიდან აბსოლუტურად ჩამოშორებას და ვექტორის გადახრას, აი გახსოვთ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც 20-24-ის არჩევნებზე ჯერ კიდევ 41-ის შემომხაზველი იყო, როცა კობახიძემ განცხადება გააკეთა აი ამ ევროკავშირთან მიმართებით, ის ხალხი დადგნენ ჩვენ გვერდით ქართული ოცნების წინააღმდეგ. ასე რომ ქართული ოცნებისგან მსგავსი დამოკიდებულებები და მსგავსი კურსი კიდევ უფრო მეტად აფართოებს პროტესტში მყოფი ადამიანების რაოდენობას. ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ დღეს ხელისუფლების ის რომ ხელისუფლება ინარჩუნებს
თავის პოზიციებს, ქართული ოცნება ინარჩუნებს ხელისუფლებას, ამაში მთავარი ბრალი სწორედ ოპოზიციას მიუძღვის, რადგან ეს ოპოზიცია არ არის ძლიერი და ვერ უწევს სათანადო კონკურენციას. ეთახმების ამოსაცრებას. ერთი კითხვა. ნახეთ, როდესაც ოპოზიციური ლიდერები უმრავლესი მათ ბოლო 1 წლის განმავლობაში იყვნენ ციხეში გამოწყდეული, ხომ სრული პასუხისმგებლობა პოლიტიკურ სპექტრზე ვერ გადავა. ჩვენ გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, შესაძლოა რაღაცას უკეთ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტპატიმრებს დავაკისროთ ისეთი პასუხისმგებლობები, რომელთა განხორციელება ციხეში ყოფნის ეტაპზე აბსოლუტურად შეუძლებელია და პლუს არ დაგვავიწყდეს ეს დამოკლეს მახვილი, რომელიც არის კიდია მათ თავზე, ხვალაც ამის კიდევ მესამე ვამბობ უკვე 11 ივლისი ამის ცხადი მაგალითია, ანუ სასამართლო პროცესი რა ვითარებაში ხდება პოლიტიკის განხორციელება, ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია და ისევე ელენე ხოშტარიას დავუბრუნდები, უძლიერესი ქალი პოლიტიკოსი, მართლაც საოცარი ლიდერი, როგორც პოლიტიკოსი, მარკერის თუ ფლომასტერის გამო არის გამოწყდეული და თუ შევხედავთ მის, ასე ვთქვათ, ხანგრძლივობას, პატიმრობის, ეს არ არის ნამდვილად ცოტა. მით უფრო როცა ასეთ შეთითქმულ რაღაც გიჟბრალს. მადლობა დედი, გადაცემას უბრალოდ ნინო კვიტაიშვილი კოალიციას სრულების წევრი იყო ჩვენს თვალს, ჩვენ საუბრობდით თემაზე იშლება თუ არა ალიანსი, ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდება რეკლამის შემდეგ ირაკლი პავლენიშვილი და ასე რომ შეგახსენებთ რომ მიშამ ცვლილებები დაანონსა საკუთარ პარტიაში ნაციონალურ მოძრაობაში. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ვაგრძელებს ძელობას თემაზე რა ხდება ოპოზიციაში, იშლება თუ არა ალიანსი და რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში კონკრეტულად ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის ამ ნაწილში ირაკლი პავლენიშვილი იქნება ჩვენი სტუმარი ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმები ირაკლი და ნაციონალურ მოძრაობაში რა ხდება ჯერ ამაზე დავიწყოთ საუბარი, იმიტომ რომ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ გეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ეს რადიკალური ცვლილებები რაში გამოიხატება ხა ქართული სახელმწიფოს შექმნილი ენები არის მრავალი ათას რაღაც ნუ ამას აღარ წავიკითხავ პარტიის განახლების თავარი ამოცანა დავიბრუნოთ პირველად ღრმად სახალხო ორგანიზაციის სახე ყველას დავანახავთ რომ ჩვენ ვართ ყველა ქართველის როგორც ეთნიკური ისე ასე შემდეგ გაერთიანება და არა ვიწრო ელიტარული დაჯგუფება ჩემი ლევანის ხვალდურის ყოფნის პირობებში გაცოც ჭირდება პარტია ჭირდება გაცოცხლება ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით ჩვენ ერთობლივად შემთხვევით პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ წინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდია მან თქვა და რა ხდება გითხარით ხო რა თქმა უნდა ჩვენ თქვენთვის პარტიაში სიურპრიზი ხარ იყო ეს მიშას ეს განცხადება არა ხო არ იყო სიურპრიზი რაც შეეხება თვითონ ამ პროცესს რაც აღწერილი აქვს ბატონ სააკაშვილის თავის სტატუსში ჩვენ ამ უახლოეს თვეების მანძილზე აუცილებლად ჩავატარებთ ყრილობას და რა თქმა უნდა ახალი სიცოცხლე უნდა მიიღოს ნაციონალურ მოძრაობამ ყრილობის შემდგომ, იმიტომ რომ ნამდვილად საჭირო არის ახლებური მიდგომა, ახლებური ძალა, კარგი იქნება ახალი სახეების ხილვაც ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენ ვიცით რომ ქალბატონი ნანუკა თავის გუნდთან ერთად ძალიან აქტიური გახლავთ, ის ძალიან ბევრ სოციალურ პოლიტიკურ პრობლემას ფარავს, ძალიან საინტერესოდ ფარავენ ეს ახალგაზრდები მასთან ერთად. და ძალიან საინტერესოდ კარგი იქნება მათი ხილვა, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობის რიგებში. ჯერჯერობით ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ახლა ეს კონსულტაციები არ დასრულებულა, როგორც ხალბატონმა ნანუკამ თავის პოსტში აღნიშნა, ეს არის მუშა პროცესი და მიმდინარე პროცესი, კეთილგანწყობა ორივე მხარედან არსებობს, ამიტომაც ნახოთ რა იქნება მომავალში. ხო, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები. თავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან ახალი ინტერესების შექმნა პოლიტიკური კიგლობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ რა ეტაპზე ვართ მოლაპარაკებებისო წინადადება საინტერესოა გამოწვევა გააზრებული მაქვსო და ნუ მოკლედ ფიქრის პროცესში ვართო და რეალურად რაზე არის ალბათ ჟურნალ რაღაც რიგითი წევრი იქნება პარტიის თუ რამე თანამდებობას არა ჯერ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნამდვილად ვერ გეტყვით ამის შესახებ დეტალებს არც მაქვს ამის არც მორალური უფლება და არც სხვანაირი გასაგებია, ნახოთ, რას მოუტანს ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთება ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ეს განახლება გასაგებია, ხო, კარგია, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობის მთავარი ბრენდი მაინც მიხეილ სააკაშვილია, ხო? და ალბათ ახლა მიხეილ სააკაშვილის მოხდება ყველაფერი, რაც ხდება და ეს განცხადებაც მან გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილის თავად რამდენად არის მზად თქვენი აზრით, რომ ახალგაზრდებს დაუთმოს ადგილი? თუ ის ფიქრობს, რომ ის უნდა იყოს ერთ-ერთი ლიდერი და დანარჩენი ყველაფერი უნდა შეიცვალოს პარტიაში. ხო, არა, ეს მის გარდა.
ეს მიხეილ სააკაშვილი მინდა უნიშნო რომ ამ ხრივ ძალიან გულუხვი გახავთ, იმიტომ რომ ის არ იყო ხოლმე ახალგაზრდების ჩამზირავი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ ძალიან რთულია რომ გახვიდე იმ მასშტაბზე და იმ ღვაწლზე, რაც აქვს მიხეილ სააკაშვილს ობიექტურად, ეხლა შეიძლება ვინმეს არ მოწონდეს, ეგ თვითონ ცალკე საკითხია, მაგრამ ადამიანს ეხლა ისეთი ცნობადობა აქვს საერთაშორისო ჯერ მარტო რომ დაწყებით ასე ვთქვათ კარიერის სტარტზე მყოფ პოლიტიკოსებს ნამდვილად ვერ განიხილავს ობიექტური მიზეზების გამო თავის კონკურენტებად. ამიტომ ეს რაღაც პლუსი გახავთ, პირდაპირ გითხრათ და ესეთი პრობლემა უფრო სხვა პოლიტიკურ ძალებშია, ჩემი ღმერთმენით ვიდრე ნაცვალ მოძრაობაში, გამომდინარე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური წონიდან, ხო? ის ვერ ფიზიკურად ვერ განიხილავს ეხლა ვიზეც თქვენ საუბრობთ, ხო, ახალგაზრდებს ვერ განიხილავს ეხლა საკუთარ კონკურენტებად, პირიქით გულშემატკივრობს მათ თან არის ციხეში და მის ინტერესებში შედის რომ გამოჩნდნენ ისეთი ლიდერები, რომელსაც ხალხი წაყვება. ეს ნამდვილად მიშას ინტერესებში შედის, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა ხოლმე რომ ესეთ ადამიანებს ხელი შეეწყო. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ პერსონალური გამოსვლებიდან გამომდინარე რომ ნაცვალ მოძრაობაში თუ იყო ადამიანი რომელიც ყველანაირად ხელს უწყობდა ხოლმე ახალგაზრდებს და ცდილობდა მათ წინსვლას, ეს არის პირველ რიგში ერთ-ერთი და პირველიც რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილი, ეს ცალსახად ასე გახავთ ჩემი და ჩემი მეგობრების შემთხვევაშიც ასე იყო და უბრალოდ შეუძლებელი ხა არ აღნიშნო ეს ფაქტიც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის როგორც ფაქტორს და მაკონსოლიდირებას ნაცვალ მოძრაობაში, ხო სანამ ეს ადამიანი იქნება ნაცვალ მოძრაობაში ყოველთვის იქნება მთავარი მაკონსოლიდირებელი ძალა. ის იქნება ლიდერი პარტიის. ხო, ის იქნება მთავარი ლიდერი და ეხლა ეს პრეტენზია შეება ძალიან ბუნებრივია რომ ყველას აქვს ლიდერობის და უნდა ჰქონდეს ადამიანებს ვინც საჯარო პოლიტიკაში არის, რა თქმა უნდა ლიდერობის პრეტენზია, მაგრამ ამ ეტაპზე ხა ის პრეტენზია რომ აი მიხეილ სააკაშვილი არა მე უნდა ვიყო ამ ნაცვალ მოძრაობაში, არ ამგონია რომ ვინმეს ჰქონდეს და ამიტომაც არაფერი რაღაც სახიფათო ამორთულებით არ გახლავთ. პირიქით ეს ძალიან ჯანსაღი პროცესი გახავთ, ერთხელ არის ადამიანი რომელიც ციხეშია და დაინტერესებულია და სურველია და მე შეგახსენებთ რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენ ვისაც უყურებთ პოლიტიკურ ლიდერებს, მათი უდიდესი ნაწილი არის დაფრთიანებული მიხეილ სააკაშვილის ხელში. ესე იყო ნამდვილად ის უწყობდა ხელს ყველანაირი მეთოდით, რომ ეს პოლიტიკოსები გამختარებდნენ წარმატებულები, ნიშნავდა თანამდებობებზე, არ ვიცი, აძლევდა მათ შორის ძალაუფლებას, აძლევდა საშუალებას, ასპარეს აძლევდა, ამიტომაც ხა მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად ვერ დაუკარგავდნენ მე ამ თვისებას, რომ პირიქით, როცა დაინახავს ადამიანში ნიჭს და მოეწონება ხოლმე, ცდილობს ხოლმე რომ მას შესაბამისი ხელსაყრელი გარემო შეუქმნას. ხო, ეს გასაგებია, მაგრამ ამავე დროს მისი ამბიციები, ვთქვათ, ბოლომდე ფრთების გაშლილებას ალბათ არ აძლევს, ხო, ლიდერებს. ახლა გვახსოვს ვაშაძის ისტორია თავიდან 2014-ში, მერე გვახსოვს მელიას ისტორია, როგორ მოუწია მას წასვლა პარტიიდან და რა დაპირისპირებით და ეხლა ლევან ხაბეიშვილი იყო თავმჯდომარე, მერე ისიც გადადგა თუ გადააყენეს, არ ვიცი. ანუ აი ამ ხრივ იძახი, ხო რა, ანუ რაღაც დონეზე კი ბატონო დააფრთიანებს, მაგრამ მე შეიძლება პრობლემა იყოს, ხო? ხო, მე პირდაპირ ხო მარტო იცი რა, ნაცვალ მოძრაობა არის ძალიან დიდი პარტია, ორგანიზმი, ძალიან ბევრი ადამიანისგან არის დაკომპლექტებული, ძალიან ბუნებრივი პროცესია და მათამაც კლანები კი არ არის, ხა ამ შემთხვევაში უბრალოდ არის ხოლმე სხვა დაჯგუფებებიც, ხო, პარტიაში შიგნით ესე არის რესპუბლიკელებშიც, დემოკრატებშიც, აუც გერმანიაშიც პარტიებში და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე არის, რომ რაღაც პარტიის შიგნით არსებობს კიდევ ცალკე ჯგუფები და სიმძიმის ცენტრები. ნაცვალ მოძრაობაში როცა ეს პროცესები მიდიოდა, მათამაც მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა არ იყო საჭირო ხოლმე და არც იყო ხოლმე მიხეილ სააკაშვილი რიგ შემთხვევებში და უმეტეს შემთხვევებში ჩართული, სხვა უფრო, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევებით, უფრო ქვემოთ, ასე ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის შედარებით ახლა იერარქიულად რო ავსახოთ, რაღაც უფრო ქვემოთ დონეზე ხდებოდა ხოლმე ეს დაპირისპირება, რასაც სამწუხაროდ ხა მე მართლა არ მივესალმებოდი ამას, რომ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური რაღაცა ცვლილებების თუ ახალი რაღაც კონფიგურაციის დაждომის შემდგომ იყო ხოლმე აი რაღაც ნაწილი ტოვებდა პარტიას, მე რაღაც ნაწილი რჩებოდა, მე ვისურვებდი რომ ასეთ რამ არ ხდებოდეს ხოლმე, ასე უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ნუ მოხდა და ეხლა ვერაფერს ვეღარ შევცვლი. ხო, მაგრამ ეხლა ეს გაგრძელდა, ჩვენ ნახეთ ხო ეხლა ციხის საკნებიდან ერთმანეთს საჯაროდ ეპაიქრებიან და ბრალდებებს უყენებენ, ხო? დაიწყო სააკაშვილმა რაღაც და მე აყვამელია, არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში ასეთი იყო თანმიმდევრობა, რასაც მე დავაკვირდი და საკმაოდ ისეთი მძიმე ბრალდებები წაუყენა, ხო, რაღაც ოცნებასთან, კარიგების, ვიღაც კაცთან, ვიღაც კაცის მეშვეობით ოცნებასთან რაღაც დალაპარაკების და მათი მეძზე ჩამოვიდაო ფაქტობრივად ეს თქვა, ხო, სააკაშვილიო, და დაასახელოს ეს კაციო, ნუ და რაზე მანამდე ამ ერთ კაცზე თვითონ სააკაშვილი ლაპარაკობდა და აი ეს დაპირისპირება რამ წარმოშვა თქვენასთან, ანუ რა არის ეს რაღაცა ამ ორი ლიდერის ეგოების თემა არის თუ სხვა რამე არის? მარტივად არის საქმე სიამდვილეში, მიხეილ სააკაშვილს ვერ აუგრძალავენ უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმას, მით უმეტეს ეს კაც არის 5 წელი პატიმრობაში და არ ვიცი ყველაფერი შეუძღუდეს, ყველაფერი აუგრძალეს, ეს ხმი თავს ისიც მე პასუხს გაქცევს, ხო? დავასრულებ შეიძლება, უბრალოდ დავასრულებ კი არა და გავავითარებ ჩემ ჯელობას. რა თქმა უნდა შემოშეხა სადუარო ჩაკითხვებისთვის და ყველა სხვა ტიპის კითხვისთვის.
მიხეილ სააკაშვილი არ დასხმია თავს არავის. მას აქვს კონკრეტული პოზიციები, რომელიც შეიძლება იყოს კრიტიკული. ან შეიძლება განსხვავდებოდეს. აი ხა რასაც ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების მანძილზე იმ ბრალდებებს, იმ შეურაცხყოფებს და არაეთიკურ განცხადებებს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერობაზე რო პრეტენზია ისეთი ხალხის მხრიდან, ესეთი რამ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული, უბრალოდ ხა ისტორიაში თუნდაც წარსულზე უახლოეს ისტორიაში შემოხონდეს განსხვავებული ახმა, შეიძლება რაღაც სლოგანი მაგალითად არ მოწონდეს კონკრეტული ასე ვთქვათ, იგივე კამპანიის სლოგანი ხო, რომელიც არ მოეწონდა. ხო, შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გარდა კიდევ ბევრს არ მოეწონდა, მაგრამ მანდა მაინც მიხეილ სააკაშვილზე იყო არტიკულება და აქცენტირება მათი მხრიდან. არა, ხო, მაგალითად თქვენც არ მოგეწონათ, ხო? ხო. და სიმართლე გითხრათ, უფრო მაგარს გეტყვით. ეს სლოგანი მე არავის გაუმეორებია. ალიანსის შეხვედრაზეც კი მე ვიყავი, სადაც კონკრეტული ადამიანები ამბობდნენ, რომელთა ასევე არ მოეწონათ. იყავი, აბა ნიკა გვარამი ამბობდა, რომ ალიანსის შეხვედრებზე აღარ დადის ნაციონალური მოძრაობა და მათ შორის ამ აქციის ორგანიზებაში საერთოდ არ იყვნენ ჩართულებია და მარტო მოვიდნენ და მე ტრიბუნა მოითხოვესო, როცა ხალხი დაინახეს. აი ხან ნახეთ როგორ რაღაც არის, მე პირდაპირ გეტყვით, რომ გუში რაც მოусმინე ძალიან სამწუხაროდ იყო, აბსოლუტურად არათუ არასწორი ინტერპრეტაცია ფაქტების, არამედ საერთოდ არასწორად იყო ფაქტები, დამახინჯებულადაც კი არ იყო. აი უბრალოდ სხვა ფაქტები, არ არსებულ ფაქტებზე იყო საუბარი, მაგალითად, ყველამ ვიხილეთ ტელევიზორში, რომ კარგი ხალხი, ერთი ხალხი, ერთი საქართველოს ესთვის ეს კამპანიაში რომ არის ჩართული ძალიან მაგარი ხალხი ხო ნიკა შურღაია, იგივე ტატო ხელბაქიანი, ლექსო არმენოვი მე გამოჩეს გურამ ჩუხრუკაძე, ძალიან ბევრი მაგარი თქვენ იცით ახლა რა თქმა უნდა რუსთავოზე ხედავთ ყოველთვის. აი მარშების ორგანიზატორი ხალხი ვინც არის მართლა თავდადებული პატრიოტები, მართლა არც ერთი პარტიის წევრები რო არ არიან და პროტესტის ხერხემალს რო წარმოადგენენ, ამ ხალხმა დაანონსა აქცია, მოუწოდა სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს და სამოქალაქო ჯგუფებს შემოგვიერთითო ნაციონალური მოძრაობამ გადაწყვიტა და შეუერთა და მე პირადად თქვენმა მონამორჩილმა ჩავატარე ბრიფინგი მეორე დღეს, იმიტომ რომ იმ დღეს რომ მარშზე ვიყავი და მოვისმინე, ეგრევე პარტიაში კონსულტაცია გავიარე, აღმოჩნდა რა თქმა უნდა ის რომ ყველანი ვიყავით ამ განწყობით რომ 20 ივნისს აუცილებლად ამ აქციას შევუერთო, უნდა ჩატარებულიყო ეს მარში. ეს ისე იყო რომ არა 20 ივნისს გესაუბრებთ ახლა ხო? არა ეს ამბოწყები რა, მარშზე რო დაანონსდა აი ამ შაბათს ხო? და გუშინ მოვისმინე რომ თითქოს და მიშა სააკაშვილიც დაუანონსებია და ნაციონალურ მოძრაობას აქცია ხო? ეს ხო ფაქტის უარყოფა უბრალოდ და დამახინჯება კი არ გახალ ხალხი გამოვიდა პირდაპირ ეთერში დაანონსა აქცია მეორე დღეს თან მოუწოდეს ხებს რომ შემოგვიერთითო მეორე დღეს მე ბრიფინგი შევატარე და განოცხადე რომ უერთდებოდით ამ აქციას მე მიშამაც და სხვა ჩვენმა ლიდერებმაც თუ წევრებმაც დაწერეს რომ ძალიან კარგი იდეაა და უერთდებით და ამაზე კარგი რა უნდა ალიანსი არ უერთდება ხო და აი ეს არის გაუგებარი ანუ ამ ადამიანმა ეს თუნდაც გუშინ ბატონმა გვარამიამ ხო ეს ხო არასდროს როგორც სხვა ბრალდებებზე რომელიც თქვენ გააჟღერეთ ეს უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაცია კი არის უბრალოდ ტყუილი იყო ხო არ დაგვიანოსებია ჩვენ ახლა რო დაგვიანოსებინა რამე ხوار მოვიტყუებოდ მაგრამ საჯარო მოხდა ეს ყველაფერი. მე გეკითხებით 26 მაისის აქციაზე. მე მოუწოდებ პირდაპირ გეტყვით 20 ივნისზე მოუწოდებ ბატონ გვარამიასაც ბატონ არ ვიცი ნებისმიერ ბატონ ვაშაძესაც ყველას მოწო შემოუერთდნენ ამ აქციას. ძალიან მაგარი ხალხის დაანონსებო. კაი ჩვენ არ მოგწონო ვართ ახლა მიშა სააკაშვილი არ მოწონთ. იმ ხალხს რაღაც ერჩიან იმ კარხალს ხო? ის მარშების ორგანიზატორები. ალიანსში როგორ ახართ კაცო? მე მოწონების გამო არ ვარ ალიანსში პირდაპირ გეტყვით ტაქტიკური მიზეზების გამო ვართ ალიანსში ნაციონალურ მოძრაობას მე პირადად ახლა ჩემ თავზე რო ვლაპარაკო როგორც პარტიის წევრზე ესე ვსაუბრობ. ტაქტიკური მიზეზი არის მარტივი. სამი პრინციპი არის. ერთი არის ის, რომ ჩვენ ვართ პროტესტში და პროტესტს ვანიჭებთ პრიორიტეტს, განსხვავებით იმ პოლიტიკურ ძალებისა, რომლებიც იძახიან, რომ პროტესტი მორჩა, აზრი აღარ აქვს და ასე შემდგომ. მეორე, ჩვენ არ ვაღიარებთ დე-ფაქტო რეჟიმს და არ თანამშრომლობთ მასთან. და მესამე, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე მეტანაკლებად ამ ყველაფრის გამო ერთი დღის წესრიგი გვაქვს და კარგია, როცა წინასწარ მომზადებულები ვართ ხოლმე. ხო და მათ შორის კიდევ დავამატებდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და აი ეს სამწუხაროდ ჩაიკარგა ამ პირადი თავდასხმების გამო, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაზე არაეთიკური განცხადებების გამო, საარჩევნო წესებზე შევთანხმდით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როგორ უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები საქართველოში, რაც ადგილობრივ ადგილზეც იყო საინტერესო ბევრისთვის და რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორებსაც საინტერესო იყო და ეს არის ის პრაგმატული მიზეზები, რის გამოც თანამშრომლობაში ვართ ამ პარტიებთან, თუ არ უნდათ ეს მათი გადაწყვეტილება არის, ხო, მაგრამ ჩვენ გვინდა ტაქტიკური მიზეზებიდან გამომდინარე და მიხეილ სააკაშვილს, რაც მე ჩამოთვალე, შეიძლება კონდეს განსხვავებული აღქმები, ნაციონალურ მოძრაობის სხვა წევრებსაც შეიძლება რაღაც არ მოგვიწონოს და თქვათ, იქ ის კი არ წერია, რომ თქვენ რაღაც ასე განსხვავებული ეს აღარ უნდა გქონდეთო და უნდა გაჩუმდეთ და საერთოდ ცენზურა უნდა დაიდოთ და ბოქლომი უნდა დაიდოთ. პირზე თქო, ის კი არ წერია იმ წესდებაში წერია, რომ თავდასხმებებს არ უნდა გქონდეს ადგილი და თავდასხმებს ახლა ვის მხრიდან აქვს ადგილი, განსხვავებულ აზრს რო ამბობ და სლოგანი არ მოგწონს რო ვიძახით და წარსულში ჩვენი აზრით ის აქცია თქვა შეცდომა იყო ის როგორც დასრულდა ეგ არის თავდასხმა თუ არ ვიცი ხა აღარ ვერ გავიმეორებ პირდაპირ ეთერში რა სიტყვებსაც იშველიებენ მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის კონკრეტული წევრების ლიდერების მიმართ ხო ეს არის ორჯერ ორი ხა თავდასხმა არის ეს პიროვნული თავდასხმა და შეურაცხყოფა და არაეთიკური განცხადება და ჩვენი მხრიდან პოზიცია არის უბრალოდ ხო განსხვავებული პოზიცია შეიძლება გქონდეს
გასაგებია და ანუ ალიანსში ფორმალურად რჩებით გამოდის. ხო, ხა მაგრამ თამორჩერგოლიშვილი წერდა რომ საერთოდ აღარ ახართ ფაქტობრივად ალიანსის. არ ვიცი, ხა ნუ თუ ერთ პიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, არ ვიცი ეს ალბათო, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, არ იღებს და სხვა პირებს ესეთი რამ არ უთქვამთ ალიანსის წევრებს, ამიტომ ძალიან მარტივად გახლავთ საქმე. ნახეთ, ალიანსმა თუ მიიღო დაწყვეტილება, უნდა თქვან. თუ არ მიიღეს, ეხა ერთი ადამიანის განცხადების იმედად არ არიან. ხო, ალბათ რაღაც გადაწყვეტილებას რო იღებენ. და კიდევ ერთ დავამატებდი, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვტოვებთ ალიანსს, იმიტომ რომ ამ ტაქტიკური მიზნები და მიზეზები არ შექმნილა. ანუ იმიტომ რომ უბრალოდ არ გინდათ რომ თქვენ დაგერხვათ რაღაც ერთობის დამღვრევი თქვენ დაგერხვათ და უცბად გესაუბრებით და აი რაც გითხარით ეს მიზეზებია და ძალიან მარტივი მიზეზია კიდევ ერთ ეხა დისფუნქციური რო არის ალიანსი ამ ეტაპზე. აი ამ კონკრეტულ მომენტში არის იმ არასამუშაო გარემოს ბრალი, რომელიც შექმნეს ამ არაეთიკური განცხადებებით და თავდასხმებით, ხო? და მუდმივი ამ ვთქვათ აგრესიული ტონით. ჩვენ უბრალოდ ფიზიკურად და სამუშაო გარემო არ არის ამ ეტაპზე. თუ ალიანსი დისფუნქციური, ანუ ვერ ფუნქციონირებს. ამ მომენტში მეთქი, აი ამ მომენტში. ხო და რატო რაღაც თქვენ არ ესწრებით ამ შეხვედრებს? ამის გამო თუ საქმიან გარემო არ არის ეს ხალხი იმის მაგერად რომ საუბრობდეს კონკრეტულ დღის ესრიგზე და მაგერად 20 იუნის აქციას უერთდებოდეს, იძახის რომ ესო მიშამ დაანონსაო, იტყუება და რაღაც და გადმოდის მე პიროვნულ თავდასხმებზე რომ ჩვენ თურმე ვიღაცებს პლაკატებს ახლა არ ვიცი, ბრალდებები რა ჭირდება, ძალიან სამწუხაროა რომ ემთხვევა ძალიან ბევრი სხვათა შორის ისეთი ადამიანის ბრალდებას, რომელსაც თავის დროზე დიდად არ ეთანხმებოდა. ხო ეს ხალხი მათ შორის ის რომ თურმე ნაცების აქცია, ყველა აქცია, სადაც ნაცები მიდიან და სოლიდარობას უცხადებენ, მე თან ნიკა ვარანამ თქვა რომ 26 მაისის აქციის ორგანიზებაში ნაციონალიზება არ იღებდა მონაწილეობას შეხვედრებსა და რეგისტრირებოდნენ და მე მოვიდიო იქ აქციაზე და თქვენს რომ ტრიბუნა გამოკვეთო და პირველ რიგში და პლუს დადგნენ მიშას პლაკატებითო. აი ხა პასუხობ ისევ როგორც წინა შემთხვევაში იყო უბრალოდ არასწორი ინტერპრეტაცია რამე უბრალოდ არასწორად იყო ფაქტი მოხსენიებული ამ შემთხვევაში მე პირადად ვარ დასრებული რამდენიმე შეხვედრას 26 მაისის წინა დღეებში პირადად ვარ დასრებული არ ვიცი ვიდეო ჩანაწერები ამოვიღოთ თუ რა უნდა ვქნათ ახლა მე თუ პირადად ვარ დასრებული რამდენიმე შეხვედრას მაგალითად 20 შეხვედრიდან ბატონი გია ბარამიძეც არის დასრებული 20 დაესწარით და ამიტომ ფიქრობ ბატონი ლევან სანიგიძეც და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი არის დასრებული ჩვენ მაგალითად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვანთ ბესო შენგელია ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ასევე ბოლო კვირის მანძილზე სადაც 3-ჯერ 4-ჯერ იყო ბატონ ვაშაძესთან ჯაფარიძესთან სხვებთან ერთად ფლაიერების დასარიგებლად მეტროების მასშტაბით დადიოდა. არ იღებდა მონაწილეობას. ხო, ნუ ხო და ფაქტებს ვამბობ მე. ამიტომ რომ ეგრე მოვისმინეთ რომ 20 ივნისი დაანონსა მიხეილ სააკაშვილმა და ფაქტია უბრალოდ გადაახვიო ხალხმა აი მოუწოდებ ფორმულაზე გადაახვიეთ შაბათს 20 საათზე და ვინ დაანონსა ის აქცია ნახავთ. აი როგორც ეგ არის ტყუილი, ისეთივე ტყუილია, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, აჟღერებთ უბრალოდ თქვენ კი არა, და აჟღერებთ იმ ბრალდებებს, ხო? არ ვიცი, შეხვედრებს ვესწრებოდით, ფლაიერებს ვარიგებდით, ცალკე მედალაში ფარულავაც ვარიგებდით, ფლაიერებს ამის უბრალოდ ვიდეო კადრები არსებობს 21 საუკუნე ეხა ეს რა ვამბობ გადამოწმებადია ყველაფერი. ხო და ხა ადამიანი ხალხს ნერვები მოეშალა იმის გამო რომ ნაცნობაზრობას ხავს იდეალისტი ხალხი და ყოველგვარი დაფინანსების და ინსტრუქციის გარეშე ეს ხალხი თავისით აკეთებს ბანერებს მიხეილ სააკაშვილის, ლევან ხაბეშვილის, ირაკლი ნადირაძეს, სხვა ჩვენი წევრების გამოსახულებით მოდიან და ბევრნი არიან და ჩანან და ეს უშლის ნერვებს იმ ხალხს. აი ეგ არის სინამდვილეში პასუხი სააკაშვილის სურათები იყო წინა პლანზე და ნუ მოეშალათ ნერვები, მაგრამ ეხა რა ვქნათ, ანუ რა უთხრათ ჩვენ მომხრეებს რომ არ თან ეს რაღაც პარტიული ინსტრუქციის გარეშე ეს ხალხი რომ თავისი ინიციატივით ბეჭდა დავსვენოთ. იმას რომ თქვენ ფიქრობთ რომ დისფუნქციური ალიანსი ერთად ვერძობთ, რა აზრი აქვს თქვენს ალიანსში? დისფუნქციური აღარ გახდება, დისფუნქციური არ იყო 26 მაისში ყოფნას რა. დისფუნქციური არ იყო 26 მაისამდე. 26 მაისის შემდგომ დისფუნქციურია, იმიტომ რომ არ არის სამუშაო გარემო და ეს ხალხი ორიენტირებული არის მუდმივად თავდასხმაზე, ჩვენ თავდასხმაზე ხა გუშინ მე უსმენდი ამ ადამიანებს და ბოლო პერიოდში სოციოლოგიაში ვატანებ თვალყურს და ის მაგერად რომ რაღაც კონკრეტულ თემებზე ისაუბრონ მუდმივად თან სხვათა შორის ძალიან არაეთიკური ფორმები ძირითად შემთხვევებში ილაშქრებენ მიხეილ სააკაშვილის და ნაცნობაზრობის წინააღმდეგ და კიდევ ერთი საინტერესო რაღაცას გეტყვით. აი გუშინდელი ამბავი მართლა ახლა არ ამომდის გონებიდან არ შემიძლია არ თქვა 20 ივნისს გავრილოვის წინააღმდეგ, რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დაანონსდა აქცია და ეს ხალხი იმდენად მარტო მიშაზე და ნაცნობაზრობაზე ფიქრობს რომ როცა ჩვენ სოლიდარობა გამოვაცხადეთ და შეუერთდით ამ აქციას ის კი არ თქვეს რომ ჩვენც უერთდებითო დაკომპლექსდნენ და დაიწყეს ამ აქციის ერთად გაგებლოთ კონსულტაცია და მე ერთად გამოგეცხადებინათ უერთებით აქციას თუ ალიანსი ხართ ცალკე რატო შეუერთდით არა არ იყო სამუშაო გარემო კიდევ ერთხელ მეორებ ეხლა არ არის სამუშაო გარემო ეხლა
ადამიანები შეურაცხყოფას რო გაყენებენ იმ დღეს მაინც ახლა რაღაც უნდა განიმუხტო სიტუაცია რომ სამუშაო გარემო იყოს ახლა ისეთ ძალიან მარტო რაღაცა თან იმ დღეს როცა მოხდა შეხვედრების არ იყო დაანონსებულია ალიანსში ახლა ჩვენ თუ რაღაც ალკე ჩატი თუ არსებობს არ ვიცი მაგრამ იმ ჩატში არ იყო დაანონსებული შეხვედრა მაგალითად იმ დღეს და ამიტომ ჩვენ მივიღეთ გაწყვეტილება და ზოგადად იცოდნენ ჩვენი აზრი ალიანსშიც რომ ჩვენ გვსურდა რომ აქციები უფრო პერმანენტული ყოფილიყო და თუნდაც 20 ივნისას და სხვა დღეებშიც ყოფილიყო აქცია ეს იცოდნენ ისე და წინსწრებით ეს ფაქტი ხო, ну ფაქტია რომ მართლაც არ არის სამუშაო გარემო ალიანსში და ალიანსი ხო იმისთვის შეიქმნა პირველ რიგში რომ რაღაც ალტერნატივა გაჩენილიყო და ასე ეს როლი შეეთავსებინა, მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე ამ როლს ვერ ასრულებს. ამიტომაც ვამბობ ეს ხალხი საბოლოო ჯამში უნდა ჩამოყალიბდეს ანტიმიშა ალიანსია თუ ანტიბიძინა ალიანსია თუ გადაწყვიტეს რომ ანტიბიძინა ალიანსია ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ ისევ სამუშაო რეჟიმში დავბრუნდეთ, ну თუ არ უნდათ და ეხა თუ რამდენჯერაც დაგვინახავენ იმდენჯერაც სრულბრალდებების გაჟრებულმა დაიწყონ და თან ფაქტების манипуляციით კი არა აბსოლუტურად ტყუილებით რომ თუნდაც რაღაც დავაანონსეთ და ვიღაცას ვედრებით და სადღაც არ დავდივარ თან ეს ფაქტები არის რომელიც უბრალოდ ემპირიულად არის დადასტურებადი ხო არსებობს ვიდეოები სადაც მაგალითად ბატონი ბესო შენგელია ესწრება შეხვედრებს და აძლევს ინტერვიუებს და სხვა ასე ვთქვათ ლიდერებთან ერთად მე თქვენი მონამორჩილი და ლაშა ფარულავა ვიყავით ასევე დავარიგეთ 26 მაისის ფლაიერები შეხვედრებს ვესწრებოდით ხა შეიძლება ყველა შეხვედრას არ დავსწრები ვარ თქვა თქვა რაღაცა 7-დან 4 შეხვედრას ხო დავესწრებით ახლა რა მეტი რა უნდა გვიქნა ვერ გავიგე და ჩვენი ამომრჩეველი ჩანდა იმ კადრებში და მაგაზე მოიშალათ ნერვები და იმ კადრებში თურმე იმიტომ ჩანდით რომ მიშას თვალში მოხვედროდნენ და ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებენ იმ ხალხს რომელიც საერთოდ და პარტიის სიაში მოხვედრას არ ცდილობს არც გაუულია აზრად ის ხალხი ვინც იქ იყო უდიდესი ნაწილი არის უბრალოდ პატრიოტები არიან და ხარდაჭერები არიან ჩვენი პარტიის. ამოიღონ კადრები, დაახლოვონ, დააზუმონ და მივიდნენ იმ ადამიანებთან და კითხონ, საერთოდ გონებაში გაუვლიათ სიაში მოხვედრა? უბრალოდ იქ იმიტომ იყვნენ, რომ არიან მიხეილ სააკაშვილი და ნაცნობაზრობის ხარდამჭერები. და რა უნდა ვთქვა, მაშინ არ მოვიდეს ეს ხალხი აქციაზე თუ რა უნდა თუ ვერ გავიგე. მეტი ორგანიზება რა იყო? არ ვიცი, ეს რა უნდა ვქნათ ზოგადად, აი ასეთი ოპოზიციის ხელში, მადლობა დიდი. გადაცემაში სტუმრისთვის. გამონაკლისებზე ვისაუბროთ. ირაკლი ფავლენიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.